გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით მეშვიდე ჩაკრაზე, ეს არის საჰასრარა, ჩაკრის გვირგვინი, ფერი შეესაბამება თეთრი ფერი, იგი მდებარეობს ადამიანის თავზე, შუა ცენტრში, ანუ გვირგვინი და შეესაბამება ეპიფიზი, ჩემო ძვირფასებო, ანუ თავის ტვინი, ადამიანის კავშირი უფალთან, სამყაროსთან, კოსმოსთან და აგრეთვე ადამიანის საკუთარი მეს შეცნობა, საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის კავშირი ბუნებასთან, ანუ სამყაროსთან, სამყაროს შემოქმედთან, ღმერთთან, ჩვენ ქართველები უფალს ვეძახით, ღმერთს ვეძახით, ხო? სამყაროს შემოქმედთან. ასე რომ, როდესაც არის მეშვიდე ჩაკრა გახსნილი, ადამიანის, ასე ვთქვათ, სულიერად ამაღლებული ადამიანები არიან და სხვათა შორის ქრისტიანულად ვამბობთ ხოლმე, რომ სულიწმინდით სავსე არისო და როდესაც ჩვენ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძრებში შევდივართ, იქ ვნახულობთ ფრესკებს, ხატებს, რომ წმინდანებს თავზე ესეთი შარავანდედი აქვთ, ნათელი, ღვთიური და აი, როდესაც ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა გადმოვიდა, იქ გირჩისებურად არის ის ცეცხლი აი აქ თავზე, ხომ? ანუ მეშვიდე ჩაკრა გახსნილი აქვთ, ხომ? ანუ სულიწმინდით სავსეები არიან ღვთიური ნათელი, ანუ ადამიანს აქვს სწორი ფიქრები, ჯანსაღი ფსიქიკა და საკუთარ თავთან ჰარმონიული კავშირი აქვს, საკუთარი თავის შეცნობილი აქვს, თავისი მისია, ამ ქვეყნად რატომ მოვიდა, რატომ დაიბადა, ხო, რა მისია აკისრია და უფალთან კავშირი, ხო, ლოცვითი მდგომარეობა კოსმოსთან, სამყაროსთან, უფალთან, ღმერთთან კავშირი. როდესაც ეს ჩაკრა ჩაკეტილი არ არის გახსნილი, ადამიანს არ აქვს ის სულიერი ხედვები, ხო? არ არის სულიწმინდით სავსე, აქვს თავის ტკივილები, აქვთ ხშირად აგრეთვე სულიერი ფსიქიკური პრობლემები, ხო? ნერვიული აშლილობები აქვთ კიდევ, სხვათა შორის, როდესაც არის ჭარბად, შეიძლება ადამიანს თავის ტკივილებიც ჰქონდეს, ან თვალებიც ტკიოდეს, ხო? მხედველობის პრობლემები ჰქონდეს, ანუ უნდა იყოს დაბალანსებული, არც შესუსტებული უნდა იყოს საჰასრარა, მეშვიდე ჩაკრა, არც ჭარბად, ხომ? ანუ ჰარმონიულად უნდა იყოს, დაბალანსებული უნდა იყოს, ამიტომ ლოცვას და სწორ ფიქრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აგრეთვე ინტელექტის მაღალ დონეს, ანუ ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას, ხო? შეიცნოს ადამიანმა უფალი, შეიცნოს სამყარო, შეიცნოს საკუთარი თავი. გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო, სულიერ ჯანმრთელობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას და იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 571 24 08 27.